ჩვენ როდესაც მოხვალთ რა იქნება ესეთი, რასაც ადამიანი შიმალე იგზობს. ადამიანმა იკითხა თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, რას გააკეთებთ ისეთ, რასაც ადამიანები უცებ იგრძნობენ. ფულის ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში დავიწყოთ. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ეგრევე გავაჩერებთ დამატებითი ლარების ბეჭდვას, რასაც თქვენ ეგრევე იგრძნობთ იმით, რომ ფასები აღარ გაიზრდება და პირიქით, რაღაცებზე ფასები შემცირდება კიდეც, იმიტომ რომ ეკონომიკა თუ იზრდება და ფულის რაოდენობა იგივე რჩება, გამოდის რომ ამ ფულის რაოდენობით უფრო მეტი პროდუქტი უნდა ვიყიდოთ, უფრო მეტი პროდუქტი გაიყიდება, რაც გამოიწვევს პირიქით ეფექტს, ინფლაციის პირიქით ეფექტს და რაღაცები შეიძლება დეფლაციურიც გახდეს, ფასები შემცირდეს. ანუ პირველი რაც იგრძნობთ, არის საკუთარ ჯიბეზე, ფასები აღარ გაიზრდება. ეგრევე დაუშვებთ იმას, რომ ადამიანმა გამოიყენოს ის ფული, რომელიც მას უნდა, დოლარი იქნება ეს, ლარი იქნება, ევრო იქნება თუ ასე შემდეგ. სესხია იყოს იმ ფულში, რომელიც მას უნდა. მაგასაც ეგრევე იგრძნობს ის ხალხი, რაც ჩამოთვლი, შეიძლება ვიღაცებს შეეხოს, ვიღაცებს არ შეეხოს, მაგრამ აი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე რო ავიღოთ რა, ცოტა ზოგს ბიზნესი უნდა, ზოგს რაღაცა ხელფასია, ზოგს ასე ზოგს ის. სესხის აღება იქნება, ფულის გამოყენება იქნება, ლარი თუ არ მოწონს, დოლარი გამოიყენოს, ეგრევე იგრძნობს ამას. ეგრევე შევწყვიტავთ არაძალადობრივ დანაშაულებებზე ადამიანების დაჭერას. აი კრიტერიუმი გვექნება, რომ თუ რამე ქმედებას არ ყავს კონკრეტული პირი, რომელმაც ფიზიკური ზიანი მიიღო, ან მისმა ორგანიზმმა, ან მისმა ქონებამ, ან რაღაც მასეთმა რაღაცებმა, ამაზე ადამიანის დაჭერა არის სისულელი. ამიტომ ამაზე არავის არ დავიჭერთ. ეგრევე იგრძნობთ იმას, რომ გავაუქმებთ ერთიან სასწავლო გეგმას, რაც ნიშნავს, რომ ყველა სკოლა დღეს რო ერთნაირია და ყველა ბავშვს რო ერთნაირი ტემპით და ერთნაირი მეთოდით ვასწავლით. აი მაგას გავაუქმებთ, იმიტომ რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი და ზოგი შეიძლება ამ ტემპით სწავლდეს, ზოგი შეიძლება იმ მეთოდით უკეთ სწავლდეს და ასე შემდეგ. შევქმნით შესაძლებლობას, რომ სხვადასხვანაირი სკოლები შეიქმნას და თქვენ შეგეძლოთ შვილი მიიყვანოთ ისეთ სკოლაში, როგორიც თქვენ სწორი გგონიათ. ეგრევე როგორც კი მოვალთ, ბიუჯეტს ავიღებთ, ეს Excel-შია, გადაურბენთ, ნახავთ სად რა იხარჯება და ყველა იმ ხარჯს, რომელიც ჩვენი აზრით არასწორია, აი რაღაცა სუბსიდიები და ასე შემდეგ და რაღაცა თავისიანებს რო ფულს უხდიან მთავრობიდან და ასე შემდეგ, მაგ ყველაფერს გავაუქმებთ და ავიღებთ, რაც კი სოციალური ფულია ბიუჯეტში, აი დახმარებების ფული და ასე შემდეგ, მაგ ფულს ერთად გავაერთიანებთ და საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ბავშვი იქნება ის მოხუცი თუ საშუალო, თანაბრად გავყოფთ, რაც გამოდის ადამიანზე თვეში 500 ლარი. ეს 500 ლარი იქნება როგორც მინიმალური, როგორც გარანტირებული შემოსავალი. ამ დიდრებისთვის ეს იქნება გადასახადის უკან დაბრუნება ადამიანს თუ ჯერ გამოვართვი გადასახადი, მე 500 ლარს უკან უბრუნა, გამოდის რომ თავის ფული დაუბრუნე უკან. ხოლო ვინც იმდენ გადასახადს არ იხდის, ღარიბია და მის ჯიბიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არაფერი არ მიდის დიდად, იმისთვის იქნება მართლა დახმარება. იმიტომ რომ ადამიანს ისე თუ უჭირს, რომ რაღაცა თვეში 500 ლარსაც არ იხდის გადასახადს, ესე იგი მას იქით დახმარება ჭირდება და მათთვის იქნება დახმარება და ამ ფულით შეეძლებათ, არ ვიცი, თავის დაზღვევა იყიდონ ჯანდაცვის კაცზე 500 ლარი თვეში. დაზღვევა იყიდონ ჯანმრთელობის თავის შვილის სკოლა დააფინანსა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არის რაც უცებ იგრძნობთ. ასევე უცებ ვერა, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში, რაც კი მთავრობის ბალანსზე ქონება, წიაღისეული იქნება, ტყეები იქნება, მიწები იქნება, ეგ ყველაფერი ადამიანებს თანაბრად და უსასყიდლოდ უნდა დაურიგოთ. გაუნაწილოთ უბრალოდ ადამიანებს. მაგასაც იგრძნობთ მყისიერად. გადავხედავთ და რაც კი რეგულაციებია და რომელი რეგულაციაც არაფერ შუაში არ არის, თქვენთან ერთად განვიხილავთ საჯაროდ და ყველა რეგულაციას გავაუქმებთ. მაგალითად, სრული სიგიჟე რო ხდება, ვახოს ორჯერ აქვს მოყოლილი ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე გამხმარი ხეა და 2 თვეა ვერ მოვჭერით, იმიტომ რომ ეს მთავრობა მერია უნდა მოვიდეს, მე სხვანაირი მერია უნდა მოვიდეს, მე იმის შემოწმებელი მერია უნდა მოვიდეს და აი გამხმარი ხე დგას ესე გიჟივი. აი ეგ ხო მაგალითია სულელური რეგულაციების. ამ სულელურ რეგულაციებსაც მოხსნით. ეს რეგულაციები ჩათვალეთ არის ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი და როგორც კი ბიზნესს ეს დამატებითი ხარჯი შეუმცირდება, მათი
წარმოიდგინე ბიზნესმენი რო ხარ, შენ რაღაც პროდუქტს ფასს ადებ იმის მიხედვით, თუ რა დაგიჯდა ამ პროდუქტის შექმნა და მე რა მოგება გინდა ზევიდან გქონდეს. და თუ ეს ხარჯი შეგიმცირდა, საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს იმას, რომ რაღაცებზე ფასები შემცირდება. აი მაგასაც იგრძნობთ. გონი საკმაოდ გრძელია ჩამოთვალე იმისა, თუ რას იგრძნობთ, ეხლა რაღაცები შეიძლება უცებ არ მახსენდებოდეს კიდე.